პარლამენტის ხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს გახარია საქართველოსთვის და ქართული ოცნების დეპუტატები დაუპირისპირდნენ. ხელჩართული ჩხუბი გიორგი შარაშიძის გამოსვლის დროს დაიწყო. კადრებში ჩანს, რომ შარაშიძის თანაგუნდელს გიგა ფარულავას ხმამაღლა ესაუბრებიან მის უკანა რიგში მსგდარი ოცნების დეპუტატები. მალევე კი მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება იწყება. ჩხუბში ჩაერთო ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე. ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძეც. იქ იყო სხვა არაერთი დეპუტატი, მათ შორის ვარლამ ლიპარტელიანი და ვასილ ჩიგოგიძე. გიგა ფარულავას ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირებას თვალსადევნებდნენ ირაკლი კობახიძე და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები. ინციდენტის შემდეგ სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა. გაითიშა პარლამენტის პირდაპირი ეთერი. დიდი ბოდიში პრეზიდენტი ალიევი რო ბრძანდებოდა საქართველოში და მთელმა საქართველომ რო ნახა ის კადრები, რაც ნახა, როგორ იდექით კუთხეში, რაც პირდაპირ მიუთითებს თქვენ რეალურ როლს და ამ ადგილს ამ ხელისუფლებაში, ეს როგორ არის, ამაზე აგვიხსენეთ პასუხი. არა თუ ქვეყანას, არამედ აი ქართული ოცნებაც არ იმსახურებს ესეთ პრემიერ-მინისტრს პირდაპირ რომ გითხრა და დარწმუნებული ვარ, ეხლა აქ შეძახილებში კი მაგრები არიან, მაგრამ ძალიან ბევრი აქ სხდომი დეპუტატიდან დარწმუნებული ვარ გულში მეთანხმება, რომ ეს ასეა, იმიტომ რომ არაერთხელ გვინახავს, როგორ ემიჯნებიან ისინი და მათ შორის თქვენს ყოფილ კოლეგებს როგორ გაემიჯნენ და აი ნახავთ და ყველანი გავხდებით მომსწრე იმისა, როგორ დადგება დრო და როგორც თქვენ გაგემიჯნენ. ეხლა ნუ რა არის ეხლა ეს? მანამდე ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს 1 ივნის წარედგინა დღეს კი კობახიძემ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში დეპუტატებს პარლამენტის ტრიბუნიდან გააცნო. მან მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს შედეგად გასული 1 წლის განმავლობაში ხელისუფლების ზედა ეშელონებში კორუფციის აღმოფხვრა დაასახელა. მისი თქმით, შარშანდელი წელი იყო გარდამტეხი მთავრობის საქმიანობაში. როგორც კობახიძე ამტკიცებდა, ზუსტად 1 წლის წინ საქართველოს მთავრობაში დასრულდა საკადრო და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შემდეგაც მათ საქმიანობაში ახალი ეტაპი დაიწყო. მან დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ბიძინა ივანიშვილს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. მისი თქმით, ივანიშვილის აღებული გეზი მთავრობას წარმატებაში ეხმარება. საქართველოს მთავრობა მუშაობს სრულად გამჭვირვალედ. ყველა სამთავრობო აქტი ქვეყნდება და გამჭვირვალობა არის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მანკიერებისგან დაზღვევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ასევე თქვენ იცით, რომ ჩვენ უარი ვთქვით სხვადასხვა არასწორ პრაქტიკაზე, როგორც იყო მაგალითად ქონების პირდაპირ მიყიდვის პრაქტიკა. განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები სახელმწიფო საწარმოებში, რაზეც მოგვიანებით დეტალურად ვისაუბრებ. მთლიანობაში ეს ყველაფერი ემსახურებოდა ჩვენს მართვის სისტემაში კორუფციული პრაქტიკის ძირეულად აღმოფხვრას. ეს ხო ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გასული 1 წლის განმავლობაში და შემიძლია თამამად თქვა, რომ ამ 1 წლის განმავლობაში ამ ძირეულ მიზანს ჩვენ არსებითად მივახციეთ. როდესაც საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მე აუცილებლად მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს.
ის მიღწევები, რომლებიც აქვს საქართველოს მთავრობას ამ გასული წლების განმავლობაში, მათ შორის გასული წლის განმავლობაში საბოლოოდ არის იმ გეზის დამსახურება და იმ სწორი პრინციპების დამსახურება, რომლებიც ბატონმა ბიზინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში 2012 წლის შემდეგ. მოხსენების შემდეგ კობახიძეს კრიტიკული კითხვები დაუსვეს ფრაქცია საქართველოსთვის დეპუტატებმა. შეკითხვები ქართული ოცნების ანტიდასავლურ რიტორიკას, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებას, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას, განათლების სადავო რეფორმას, გაზრდილ ფასებსა და სხვა საკითხებს შეეხებოდა. რამდენჯერ ხართ ნამყოფი პრემიერ-მინისტრის რანგში საოკუპაციო ხაზთან, კონკრეტულად რა ლოკაციაზე? დაასახელეთ თუნდაც ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რა ინსტრუმენტით და რა მექანიზმით შეძელით ბორდერიზაციის შეჩერება პროცესის და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. კრემლში პუტინსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას და მას შემდეგ აი ფორსირებული ტემპით პუტინის უშუალო მონაწილეობით ხდება ჩვენი ტერიტორიის ანექსია. რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის წესების უხეში დარღვევა, რაზეც თქვენ აქამდე არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაგიკეთებიათ. იქნებ განმარტოთ ზოგადად როგორ უყურებთ ამ ანექსიურ პროცესს და რა ასაპირებთ იმისთვის, რომ ეს ამ პროცესს სათანადო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცეთ. ბოდიშთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ბატონო ირაკლი, თქვენი პირადი პოზიცია. ეთანხმებით თუ არა, ეხლა რა თქმა უნდა ეს ისევ კონფლიქტს უკავშირდება იმ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ საქართველოს და ქართულ ხალხს ვინმეს მიმართ აქვს ბოდიში მოსახდელი. თქვენი პრემიერობის პირობებში ამოქმედა მოსკოვის მექანიზმი. თქვენი პრემიერობის პირობებში დასანქცირდნენ მოსამართლეები, დასანქცირდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები. თქვენ ხართ პრემიერი, რომელიც აღმოსავლეთში ხშირად ხართ, თემურლენგის საფლავზეც ნამყოფი ხართ, მაგრამ საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ ხართ. ასევე თქვენ ხართ პრემიერი, რომლის პირობებშიც თავად ბიძინა ივანიშვილიც დასანქცირდა. მაგრამ ჩდება ლოგიკური კითხვა. თქვენ ხართ ამ ყველაფრის შემოქმედი და პასუხისმგებელი და თქვენ არ ხართ დასანქცირებული. აი, ამას შეიძლება გქონდეს ორი მიზეზი, ბატონო ირაკლი. ერთი, რომ არ აღგიქვავენ სერიოზულად და მეორე, შეიძლება რაღაც განსაკუთრებული ნიჭის გამო ურთიერთობები გაქვთ გარე ძალებთან. აი, იქნებ გაუზიაროთ თქვენს კოლეგებს, რატო არიან თვითონ დასანქცირებული და თქვენ პასუხისმგებელი პირი არ ხართ დასანქცირებული. დაასახელეთ ის 5 ან 10 პროდუქტი, რომელზეც დაიკლო ფასებმა, კონკრეტულად დაგვისახელეთ. და ასევე გვიპასუხეთ, როდის იტყუებოდი, დეკემბერში, როდესაც ამბობდით, რომ ჩვენთან ძვირი იყო, თუ უკვე მაისში. ასევე მაინტერესებს, რამდენიმე თვის წინ თქვენ თქვით, რომ საქონლის რბილ ხორცს ყიდულობდით 10 ლარად და იქნებ ეხლა მაინც გითხრათ ის მაღაზია ან ბაზარი, სად იყიდეთ ეს 10 ლარად ხორცი, იმიტომ რომ ჩვენ ყიდულობთ 38 ლარად. ბატონო ირაკლი, თქვენ როგორც პრემიერ-მინისტრს ერთხელ მაინც თუ მოგიმართავთ ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის ოფიციალური წერილით, რათა შესაძლო შეზღუდვები არ გავრცელდეს საქართველოს რიგით მოქალაქეებზე. არსებობს თუ არა თქვენი ხელმოწერილი ერთი დოკუმენტი მაინც, სადაც ევროკავშირს მიმართავთ პასუხისმგებლობა დააკისროს ხელისუფლების წარმომადგენლებს და არა საქართველოს მოქალაქეებს. ერთხელ მაინც თუ აგიღიათ პირადი პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ შედეგებზე, რომლებმაც ქვეყანა უვიზო რეჟიმის დაკარგვის საფრთხემდე მიიყვანა. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან კამერების გარეშე. რაც შეეხება ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ანექსიას, ჩვენი ხელისუფლების პირობებში გვაქვს სრულად განსხვავებული შედეგები, არავითარი გაფართოება ტერიტორიული წარმომადგენლობის. ერთადერთი ძიმე შემთხვევა ქონდა ამ კუთხით, ეს იყო შემთხვევა ჩორჩანაში. რაც შეეხება ბოდიშის თემას, აქვს თუ არა საქართველოს და ქართულ ხალხს ბოდიში მოსახდელი? ჩვენ ხშირად გვისაუბრია 2008 წლის ომთან დაკავშირებით. და ყოველთვის გვითქვამს, მე პირადად არაერთხელ გამიმეორებია, რომ ეს ომი არ დაუწყია საქართველოს და ქართულ ხალხს. ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა. და ეს იყო ღალატი ჩადენილი
საკუთარი ქვეყნის და ხალხის მიმართ. მოხსენებით კმაყოფილი იყვნენ ქართული ოცნების დეპუტატები, მათ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს მადლობა გადაუხადეს. გახარიას პარტიის წარმომადგენლებს კი შეკითხვები დაუწუნეს. ერთი შეკითხვა მაქვს ჩემს კოლეგასთან. იქნებ მისამართი გითხრათ 38 ლარად, რომელ მისამართზე ყიდულობთ ხორცს. ისე მაინტერესებს ძალიან, რომ თუ შეიძლება ერთი წუთით რა. როგორ უნდა გძულდეს? როგორ უნდა გძულდეთ თქვენი ქვეყანა და თქვენი ხალხი და ასე რამ გაგაბოროტათ, ხალხო? იმას, რასაც თქვენ კადრულობთ, ამ დარბაზში ნაცები არ კადრულობდა და რა თქმა უნდა, თქვენ ნაცების ნაწილი ხართ, გვესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ის მომენტი, როცა პრემიერი და გუნდია მოსული და გამოიყენოთ თქვენ კითხვები იმისათვის, რომ ჩვენი ხალხისათვის, ჩვენი ხვალინდელი დღისათვის, ჩვენი ქვეყნისათვის დასვათ ის მნიშვნელოვანი კითხვები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოადგებათ, ხართ გაბოროტებული. მესმის, რატო ხართ გაბოროტებული? იმიტომ რომ თქვენი უფროსი გაქცეულია, არც გეკონტაქტებათ ტელეფონზე. მადლობას მოგახსენებთ შთამბეჭდავი ანგარიშისთვის. რაც შეეხება ფრაქციას, გახარია ჯუნიორები. და მათ პოლიტიკურ დევის მოვიგიჟიანოთ თავები. აი მართლა გულწრფელად მინდა გკითხოთ, ამ კითხვებს და ინიციატივებს გახარია გიწერთ თუ თქვენი ცნობილი, საქვეყნო ცნობილი პოლიტიკური ალღოთი აგნებთ ხოლმე ისეთ საკითხებს, სადაც განსაკუთრებით ეფექტური იქნება თქვენი პარტიის და ფრაქციის პოლიტიკური გამოსვლა. საერთოდ ოკუპაციას და ბორდერიზაციას როგორ ახსენებთ გახარიელები? თქვენი ბელადის გამოისობით საქართველოს დროებით მაგრამ დაკარგა დამატებით მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი, მერე გაექცა პასუხისმგებლობას და ეხლა გარედან გმართავთ როგორც მარიონეტებს. როგორც ჩანს ბატონო თენგის არც საბავშვო ილუსტრირებულმა კონსტიტუციამ უშველა ამათ. უფრო შორიდან უნდა დაგვეწყო. ჯერ წიგნი ამოატრიალეთ ბატონებო და ქალბატონებო, განსაკუთრებით ის მათ ვინც იურისტი ბრძანდებით. და კონსტიტუციის უკუღმა კითხვას თავი დაანებეთ. ჩვენ გავგვიგია და ვიცით დიდი ილიას გზა, ილიელობა, მაგრამ ეს გახარიელობა რა უბედურებაა და რა არის ნამდვილად არ ვიცი. ესე იგი, საუბრობენ თავს ესხმიან განათლების რეფორმას და ისე გესმით თქვენ განათლების სისტემის საკითხები, როგორც მე ახლა ძველი ფალაური. რა იცით საერთოდ განათლების სისტემის და რა არ მოგწონთ? პირველად ჩვენს უახლეს ისტორიაში ბატონი ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში უმაღლეს განათლებას სწავლა გახდა უფასო და გადახედეთ უკვე რეგიონულ სასწავლებლებში რომ კონკურსებია. წელს უკვე არის კონკურსები, ერთ ადგილზე მოდის 4-5 სტუდენტი, აბიტურიენტი უпростоრად. ირაკლი კობახიძის მოხსენებას ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლები, თბილისის მერი. პარლამენტში მივიდნენ ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მესამე და სასულიერო პირები.